მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. ბოლო სამშაბლო მიმდინარეობს ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დღეიდან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებები იწყება. მერისა და რუსთავი-2-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე დიდი ეკრანი და ფან-ზონა მოეწყობა. 19 ივლისის ჩათვლით გულშემატკივარს სპორტული და საბავშვო აქტივობები, გათამაშებები და კვების სივრცეები დახვდება. გარდა ამისა დაგეგმილია ღია შეხვედრები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. ფან-ზონა დღეს საღამოს 7 საათიდან გაიხსნება, მომდევნო დღეებში კი მუშაობას თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე დაიწყებს. დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ტერიტორიაზე უკვე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება. ყველა მატჩის ტრანსლირება მოხდება იმ დღეებში, როდესაც არ იქნება მატჩები, აქტიური იქნება ფან-ზონა და აქ მოსულ ადამიანებს დახვდებათ მაინც კვებისა და სასმელი ზონები. აუცილებლად დახვდებათ ფეხბურთის ფედერაციის ფან-შოპი, ყოველდღიურად სხვადასხვა საბავშვო გასართობი აქტივობები, სპეციალურად პირველი რესპუბლიკის მოედნისთვის მოწყობილი 10-20-ზე ხელოვნური ბალახით აღჭურვილი სათამაშო სპორტული სივრცე, სადაც შეძლებენ მოყვარულები, რომ ითამაშონ ფეხბურთი და სიმბოლური საჩუქრებიც დაიმსახურონ. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ასევე დაგეგმილია 10 დღის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ლეგენდების სტუმრობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რომლებიც რა თქმა უნდა ფეხბურთის ირგვლივ გამართავენ ღია საუბრებს. გეგმავს თუ არა სააკაშვილი ნაცმოძრაობაში თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას. თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებისკენ იხრება, რაც კანონდარღვევა იქნება. გუშინდელ პოსტში მიხეილ სააკაშვილმა რეფორმატორთა საბჭოს შექმნა დაანონსა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ინიციატივასთან მიმართებით განსხვავებულია პარტიაში მოსაზრებები, რაც მოძრაობის ყრილობა, სადაც საორგანიზაციო თემები უნდა განიხილონ, ივლისის ბოლოს გაიმართება. საუბარია პარტიის თავმჯდომარის პოსტის საერთოდ გაუქმებაზე და რაღაც კოლექტიური მმართველობის ორგანოს დაფუძნებაზე. აქ ერთი ნიუანსია, რასაც ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი პრინციპში ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ ნებისმიერი სხვა, მას უნდა ყავდეს მმართველი პირი, ანუ ხელმძღვანელი პირი, სახალხო ლიდერებს რა ქმნის. სახალხო ლიდერებს ხო სიტყვები არ ქმნის და არც საკუთარი თავისთვის სახალხოს ან არასახალხოს დარქმევა. სახალხო ლიდერებს ქმნის ხალხი. და ხალხის ნების გამოხატვის ინსტრუმენტი არის არჩევნები. დემოკრატიაში ყოველ შემთხვევაში. თორე ასე ხელდასმით შეიძლება ბევრი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე სწორი იქნება ეს რეფორმათა თუ რეფორმატორთა საბჭო და მისი აღმასრულებელი მდივანი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უპრიანი იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილებებიც სწორედ დემოკრატიული პირდაპირი არჩევნებით ყოფილიყო მიღებული. თავმჯდომარე ეყოლება თუ არ ეყოლება, ეს დათქმა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის. რეალური მართლობითი ორგანო იქნება ეს პარტიის, რომელიც განსაზღვრავს პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას. პარტიის წევრებს შორის და მხარდაჭერებს შორის არის არაერთგვაროვანი, ამასაც ვიტყვი. პირდაპირ მათ შორის მე ვარ ადამიანი, რომელსაც უამრავი კითხვა მაქვს, უამრავი პოზიცია მაქვს, მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც რეფორმის საბჭოში უნდა იყვნენ, ხო? მათ შორის ნანუკასთან. ეს არის ტრაგიკომედიური ალბათ ეპიზოდი ერთ-ერთი, რომელიც მეტყველებს ძალიან მკაფიოდ ერთ რამეზე, რომ ისინი არიან ფინალურ სტადიაზე თვითლიკვიდაციისა და უკვე აბსოლუტურად გაუაზრებლად, მათ შორის ერთმანეთთან მიმართებით ცდილობენ, რომ გაარკვიონ ურთიერთობები იმ ფორმებით, რომელიც არის ზოგადად მიუღებელი საზოგადოებისთვის. ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტებზე 32 პირს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით ისინი პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებულ დავებს არჩევდნენ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. 29 პირი დაკავებულია, 2-ს ბრალდება დაუსწრებლად, კიდევ ერთს კი პენტენციურ დაცებულებაში წარადგინა. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად აღიარებენ ქურდულ სამყაროს და სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს. ისინი პირადი სარგებლის მიღების მიზნით, როგორც კანონიერი ქურდის მონაწილეობით, ასევე დამოუკიდებლად, მოქალაქეებს შორის არსებული დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში
სხვადასხვა პირებს ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსყობით ემუქრებოდნენ. საქართველოს რკინიგზამ ტვირთბრუნვის ბოლო 10 წლეულის რეკორდი მოხსნა. ივნისში კომპანიამ 1,360,000 ტონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა. აღნიშნულ შედეგს მოდერნიზაციის პროექტების დასრულებასა და ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის ამოქმედებას უკავშირებენ. გაციფრულობისა და ახალი მატარებლების წყალობით გადაზიდვის დრო მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, ვაგონებისა და ლოკომოტივების შესაძენად უპრეცედენტო 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება. თბილისში აცხადებენ, რომ მზარდი ტვირთნაკადი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შუა დერეფნის როლი საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო იზრდება. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი გადაწყვეტილება ანაკლის ღვაწლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად სწორედ ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქვენ საშუალებას, რომ შუა დერეფანში ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი და შესაბამისად ჩვენ ვართ მზად იმისათვის, რომ დავხვდეთ გაორმაგებულ ტვირთებს და მოვემსახუროთ მათ ეფექტურად. მზარდი დინამიკა აქვს გადაზიდვებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ფაქტიურად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ საოპერაციო მიმართულებით, ანუ გავზარდეთ ჩვენ წონები. როგორც ხედავთ, უკვე რეკორდი გავაკეთეთ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში და ეს ვფიქრობ, რომ გაგრძელდება და ჩვენ ეს წელი გვექნება გაცილებით უკეთესი ვიდრე გასული წლები. ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთში, რომელიც რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა. უხინალექის შედეგად ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო მონაკვეთები დაადბორა. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული და სიღნაღის მერი გაეცნა. მდინარის გადმოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები. შესაბამისად მუშაობენ სამაშველო სამსახურები და ჩვენ ვიგეგმებით იმისათვის, რომ განვახორციელოთ გარკვეული სამუშაოების დაგეგმა სამომავლო პრევენციის მიზნით. ხელვაჩაურში სოფელ სალიბაურში 114 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ახალ ბინებს ყოფილი ჩაის ფაბრიკის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები 65 ოჯახი და ეკომიგრანტები მიიღებენ. 17 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. შენდება სოციალური სახლი, აქ ადრე იყო ამორტიზებული სახლი, გაყვანილი არის ადგილობრივი მოსახლეობა. 2028 წელს სრულდება ამ სახლის მშენებლობა. 65 ოჯახს გადაეცემა აქ საცხოვრებელი ფართი, ასევე 59 ეკომიგრანტს გადაეცემა შესაბამისად ფართი. 17 მილიონამდე ლარი იხარჯება ამ პროექტისათვის. დღეს აქ არის 2 ოთახიანი, 3 4 ოთახიანი ბინები. ამავდროულად საცხოვრებელ კორპუსთან ერთად მოეწყობა ირგვლივ ტერიტორია. აჭარის რეგიონში დაგეგმილია და მიმდინარეობს 14 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც ბინა გადაეცემა 1510 ოჯახს. ესენი გახლავთ ეკომიგრანტი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი მაღალი რისკის საფრთხის შემცველ ზონაში მდებარეობდა. მუნიციპალიტეტის მერიების მიერ ეს ოჯახები გახლავთ ქირით გაყვანილი. ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი იხარჯება 1500 ოჯახის ქირით უზრუნველყოფის მიმართულებით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზა კეთდება, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. მილიონნახევრიან პროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი დამხმარე ნაგებობების მოწყობაც. მიმდინარე პროცესი მხარის რწმუნებულმა დაათვალიერა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა საუკუნო გზების კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ფინანსდება საქართველოში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. საერთო ჯამში მიმდინარე წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 20 კილომეტრზე მეტი კაპიტალური საუკუნო გზების მშენებლობა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება ახალციხეშიც. სოფელ ანში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა საყრდენი კედელი. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ახალციხის მერმა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. გავეცანი სოფელანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდება. ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამხედრო ესკალაცია პიკს აღწევს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით შეერთებული შტატების ძალებმა ირანზე მორიგი ძლიერი იერიში მიიტანეს, რასაც თეირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მორიგის არაკეტო დრონებით თავდასხმით უპასუხა. ამერიკული მხარის განცხადებით, მათი დარტყმები ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის დაცვას ემსახურება.
ირანი კი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში იერიშები რეგიონის სხვა ამერიკულ ბაზებზეც გავრცელდება. პოეტ დარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო ღრმა ამწუხარებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით მკითხველის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. უსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია დარიელ ჭანტურიას შემოქმედება, წერს ირაკლი კობახიძე. მწუხარ ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, არაერთი პოეტური კრებულის ავტორი, საპატიო თბილისელის დარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავის ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს. ეს კი თბილისის მერის კახ გალაძის წერილია. 94 წლის ასაკში დარიელ ჭანტურია გუშინ გარდაიცვალა. კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია. დღის სახელი ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ.